დღესაც ისევ შაიშმელაშვილის თემას უნდა შევეხო და მაგის ინტერვიუ ვნახე გუშინ და ისევ ცდილობს რომ თავი რაღაცა წარმოაჩინოს ვითომ სისტემის მსხვერპლია და ვითომ სისტემამ დაუპირისპირდა და სისტემამ დაჩაგრა და ძლივს გაასწრო ამ ადამიანმა ქვეყნიდან და აქ თავად კითხვა თამასვავს რომ რაში გავიზარდეთო და რა შეიცვალაო და ეხლა მოკლედ გავცემდი პასუხს რა შეიცვალა და რაში გავიზარდეთ. პირველი ის შეიცვალა და იმაში გავიზარდეთ რომ დღეს ეხა ეგ შაიშმელაშვილი ამერიკაში ზის და პოლიტიკურ განცხადებებს რო აკეთებს და თევზები რო არ ჭამენ შავ ზღვაში აი ეგ შეიცვალა პირველი. და ის შეიცვალა კიდე რომ ტყეტყი არ უთხრევიათ შაიშმელაშვილი არავის და არ დაუჭერიათ და არ უწამებიათ. აი ეგ მაგაში გავიზარდეთ და ეგ შეიცვალა. კიდე ის შეიცვალა რომ შაიშმელაშვილი რო გამოდის და იძახის რომ ჩემი მეგობრები ჩემს გვერდით იდგნენო და მათ მხარდაჭერას ვძნობდიო და დღედაღამ ჩემთან იყვნენო მაგის მეგობრებს რო არავინ არ გაკარებია და რო არავინ ესე იგი არ დაუჭერიათ და არავინ არ შეუშინებიათ რომ მაგ კაცს არ გაეკაროთ აი ეგ შეიცვალა ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით ჩემი მეგობრები შაიშმელაშვილისგან განსხვავებით დაიჭირეს ეს ბიჭები და ციხეებზე გაუშვეს გდანში პატიმრობაში აი ეგ შეიცვალა კიდე ის შეიცვალა რომ რო გამოდის და იძახის ესეთ რაღაცა შაიშმელაშვილი რომ ხაინდრავასო გადაეცითო ფილმი რო გადაიღო პროპაგანდისტულიო ნაცების რეჟიმზე გდანში როგორ კარიდორში ატარებენ ადამიანებს და როცემენო ისიც გადაიღოსო რუსთაველზეო რომ სპეცნაზმა კარიდორში გაატარა და როცემეს ხალხიო და მანდაც ვეთყოდი შაიშმელაშვილს რომ ის შეიცვალა და იმაში გავიზარდეთ აი მან დრო დანაშაული ჩაიდინა მაგ სპეცნაზელებმა თუ ვინც ხნა და არასწორად რომ მოექცე მან დამთავრდა და გდანში რო შეიყვანეს იქ კიდე ადამიანები კორიდორებში არ გაატარეს და დღემდე წამებაში რო არ ყავთ ეგ ხალხი ვინც აქციებზე ყავთ დაჭერილი აი ეგ შეიცვალა და მაგაში გავიზარდეთ და კიდევ იმაში გავიზარდეთ რომ საზოგადოება ისეთი მიამიტი აღარ არის რომ აი შენ გამოხვიდე და 100%-ით რაღაცა შენი ბოდოები დააჯერო და შეკენო როგორც წამებად და როგორც მსხვერპლად ისე რომ გაასაღო თავი მე არ მინდა რომ დეტალები გავიხსენო კიდე რა დამმართეს რო ვისაუბრო იმაზე და რანაირად მომექცნენ და რა არის რეჟიმი. ეს კაცი არის უნამოსო კაცი, რო გამოდის და დღეს რო ცდილობს ისე რომ ქოცები წარმოაჩინოს, ვითომ ნაცებზე უარესი რეჟიმია და ნაცებზე უარესი რაღაცებს აკეთებენ. აი ეგ არის უნამოსობა. ვინც ამ ადამიანს ესე იგი მოусმენთ, აი ყველას გთხოვთ რომ დააკვირდით. ემოციებით კი არ უსმენთ. გააზრებულად მოусმინეთ რას ლაპარაკობს და ნახავთ რომ ბოლოს მანდ თქვენ ნახავთ უბრალოდ ვიღაცა ტიპს რომელსაც უნდა ოცნება ქონდა ამერიკაში ეცხოვრა ალბათ და აი მიეცა შანსი და აისურვა და გაიქცა კიდევ ერთხელ ვიტყვი რეჟიმი რო ყოფილიყო შაიშმელაშვილის თავისუფლად სამსახურიდან არავინ არ გამოუშვებდა ესე პატაკის საფუძველზე მე რო წამოვედი სამსახურიდან აქციებზე დავდიოდიო იძახის და არც აქციებზე არავინ არ ატარებდა და 9ჯერ გაუხელდნენ თავს და დაამტვრევდნენ თავპირს. მე ეს კაცი პრეზიდენტთან მივიდა, იქ პრეზიდენტს შეხვდა, იქ მეუღლესთან ერთად და მაგაზეც პრობლემა არ შეუქმნეს. მე იქ ნოდარ მელაძესთან მივიდა, ინტერვიუ მიცა და შემდეგ დაჯდა და დატოვა ეს ქვეყანა. ამის საშუალებას რეჟიმი არ იძლევა და რეჟიმმა რა დამართა ადამიანებს და რა დამართა პირადად მე ეგ უნდა იცოდეს საზოგადოება უნდა იცოდნენ ჩვენმა შვილებმა რა არის რეჟიმი და ვინ იყვნენ და დღეს ვინ არიან ხო ხელისუფლებაში ჩვენ მართლა ვინც რეჟიმის მსხვერპლი ვართ და ვინც გამოვიარეთ იმ რეჟიმის ძალა და რა არის რეჟიმი იმათი ხელი ვინც გამოვცადეთ ჩვენ ოჯახებზე და ჩვენ თავებზე ყველა უნდა ამ ადამიანებმა ხმა მოვიყოთ და უნდა ვილაპარაკოთ რომ ჩვენი შვილები არ შეიყვანონ შეცდომაში დღეს რო ეხა ჩვენ შვილებს და აი ამ ჯენზითაობას იმას აჯერებენ რომ ვითომ ქოცები რაღაცა სადისტები არიან რეჟიმები არიან წამებლები არიან და რაღაცა საშინელებებს ჩადიან
ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ვინც აი ოცნებაზე აქეზებს და აი ამებს ვინც ელაპარაკება ოცნებას, ყველა ისინი არიან სწორედ იმ რეჟიმის შემოქმედები, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება და რომელ რეჟიმსაც ვერ გაასწრებდა შაიშმელაშვილი. აი მაგის შემოქმედი ადამიანები დღეს იშვერენ ქოცებზე ხელს და რაღაცეებს აი ისე არიან ბოდვებში გადასულები, რომ აი შაიშმელაშვილზე უფრო მეტი მსხვერპლი ვერ მოძებნეს ამ ქვეყანაში, გესმით? და დასვეს და აი ამ რაღაც სისულელებს ალაპარაკებენ ამ კაცს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაზე უფრო ესე იგი ამ კაცის ნალაპარაკებიდან რაც საშინელება მოწიეს და დამართეს, ეგ იყო ის, რომ ესე იგი ვიღაცეების შუამავლების მეშვეობითო რაღაცას მემუქრებოდნენ. ვერ იძახის ვერც იმას, რომ მithვალთვალებდნენო, ვერ იძახის ვერც იმას პირადად მემუქრებოდნენო, ცემდნენო, მაწამებდნენო, ან ჩემი ოჯახის წევრებს რამე პრობლემებს უქმნიდნენ, ან ჩემ მეგობრებს მიწვდნენო და პრობლემა შეუქმნეს ჩემ გამო. ვერცერთ ესეთ ფაქტს ვერ იძახის ეს ადამიანი და რანაირად უნდა რომ გამოაჩინოს თავი რეჟიმის მსხვერპლად, არ ვიცი. ამ ადამიანს ჩვენი საზოგადოება გონია ისეთი, როგორც თვითონ არის რა. რაღაც ძალიან განათლებაზე აკეთებდა აქცენტს და აი მაგასაც ვიტყოდი რა, რომ სამხედრო განათლება აქვს თან ამ კაცს, როგორც მივხვდი, მიღებული და ბევრი კურსებიო და რაღაცები გავლენიო, დასავლური განათლებაო, ისეთიო, ესეთიო, მაგრამ აი ხოზე დაწერია რა, რაც არ უნდა განათლება მიიღო ადამიანმა რა, ზოგადად თუ თანდაყოლილი აი ეს IQ, რასაც ეძახიან, თუ დაბალი გაქვს, სულ 5 ჯერ დაამთავრო 5 ოქსფორდი, მაინც იქნები შაიშმელაშვილი რა, აი როგორიც ეგ არის. დარჩები ეგეთი ადამიანი. მაგას გონია დანარჩენი საზოგადოებაც, მაგის ინტელექტის მატარებელი საზოგადოება და გონია რომ აი ეგეთ რაღაცა ბოდოებს შეასაგებს საზოგადოებას ისე რომ ესე იგი გააგიჟოს ხალხი და თურმე ვაიმედე და ეს რა მომხდარა. აი ეგ არის შაიშმელაშვილი და კიდევ ერთხელ ვიტყვი და აღარ გამეორდები. რა მე ამ კაცში ვერანაირად ვერ დავინახე ვერც სისტემის მსხვერპლი, ვერც დევნილი და ვერც შევიწროვებული და ვერანაირად ვერ დავინახე. პირიქით. ეს არის ის კაცი, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ნაციონალური მოძრაობის ესე იდეოლოგიით და მათი ხედვებით მოწამლული კაცი და რომელიც ოცნებაც იყო ამერიკა და აი დადგა მომენტი და იდეალურად მიეცა შანსი, რომ აეხდინა ეს ოცნება ოჯახთან ერთად წასულიყო და მიეღო თავშესაფარი, რაც არის და გააკეთა და აი ამიტომ ამ რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს. აი ეს მინდოდა დღეს მე თქვა მოკლედ ამ კაცთან დაკავშირებით და მის განმეორებით ინტერვიუსთან დაკავშირებით.